დღეს მინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი უგემრიელესი დესერტის რეცეპტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება და სულ რაღაც რამოდენიმე ინგრედიენტით მზადდება. 35%-იანი 200 მგ-იანი ნაღები გადაიტანეთ ფორმაში, აუცილებელია რომ ნაღები იყოს ცივი, დაუმატეთ 1 პაკეტი ვანილი და გათქვიფეთ 5-8 წუთის მანძილზე. დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ცივია თქვენი ნაღები. შემდეგ ამ მასას დაუმატეთ 250 მგ-ის გუშონი, კიდევ ერთხელ გათქვიფეთ, დაბალზე ვთქვიფოთ აუცილებლად, რომ თავისი სისქე შეინარჩუნოს, ცივ ყავაში დანამეთ პეჩენია, სასურველ ფორმაში ერთ ფენად დაალაგეთ პეჩენია, გადაუსვით თხელი ფენა კრემი, კიდევ პეჩენია და გაიმეორეთ ეს პროცესი. მე გამოვიყენე 1 პაკეტი პეჩენია ამ კრემის რაოდენობაზე. როდესაც დაასრულებთ ამ პროცესს და კრემი სრულიად ამოგეწურებათ, 1 ფილა შოკოლადი დაარბილეთ ადუღებული წყლის მეშვეობით, გადაიტანეთ პატარა ფიალაში, დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი რძე, რომ დაარბილდეს და ცოტა შეთხელდეს მასა და მოასხეთ მომზადებულ ნამცხვარზე. კარგად თანაბრად გადაანაწილეთ და შედგით მაცივარში 2-3 საათის მანძილზე. თუ დილით მომზადებთ და საღამოთი მიირთმევთ, კიდევ უფრო გემრიელი იქნება. გემრიელად მიირთვით.